ხალმისაწვდომის საცხოვრისისთვის ბენეფიციარების შესარჩევ კომისიას 2 წევრი დაემატა. მერის მრჩეველთა საბჭოდან კომისიის შემადგენლობაში ლაშა ნაკაშიძე და მაყვალა კვირიკაძე შევიდნენ. მრჩეველთა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო კიდევ ერთი გადაწყვეტილება. წევრებმა უარი თქვეს იმ ჟელონ განთავსდეს თუ არა სახალხო არტისტის ნუნუ თეთრაძის ბიუსტი დრამატული თეატრის მიმდებარედ. საბჭომ მიიჩნია, რომ საკითხი სხვა კომპეტენტური პირების გადასაწყვეტია და იგი მერიას მიანდო. ნამდვილად არ მოველოდებოდი, რომ ამირჩევდნენ იაფის სახლის საცხოვრისის კომისიის წევრად, ვარ მრჩეველთა საბჭოს სამოქალაქო კომისიის წევრი და ვცდილობ, რომ გამჭირვალედ იქნას ეს ყველა პროცესები განხილული მოსახლეობის მიმართ. პირადად ჩემი მოსაზრება, როგორც რიგითი წევრის პირადად მე არა ვარ განსაკუთრებული სენტიმენტებით და სიმპათიით განწყობილი ამ პროექტის მიმართ და თვლი რომ ეს პროექტი ბოლომდე არჩება მუნიციპალური პოლიტიკის ნაწილში, რაშიც კოლეგები ბოლომდე არ დამერთახდნენ, მათი მოსაზრება იყო ის, რომ აღნიშნულ კომისიაში უნდა ყოფილიყვნენ წარდგენილი საბჭოდან წევრები, შერჩეულ იქნა 2 კანდიდატურა, რომლებიც საბჭოს, ესე ვთქვათ, მხრიდან იქნებიან კომისიაში წარმოდგენილები და ესევე იქნებიან გარანტი ამ პროცესის გამჭირვალობის. დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენა შენახვის და გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ